ერთად გავხსნათ მათ ეს სახარების 25 თავი. მოდით, გადავხედოთ 14 მუხლს. ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს 5 ტალანტი მისცა, მეორეს 2 და სხვას 1, თითოეულს მისი უნარის და მიხედვით და წავიდა. 5 ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა 5 მოიგო. ასევე 2-ის მიმღებმაც 2 კიდევ სხვა მოიგო. ერთს 5 ტალანტი მისცა, მეორეს 2 და სხვას 1, თითოეულს მისი უნარის და მიხედვით და წავიდა. 5 ტალანტი ოქროს მიმღები მაშინვე წავიდა და ვაჭრობა დაიწყო. მას შემდეგ რაც გაიგეს, თუ რატომ მიეცათ ოქროს ეს ტალანტები, მათ დაიწყეს ფიქრი, მაშინ რა უნდა ბატონს ჩემგან. 2 და 5 ტალანტი ოქროს მიმღებებმა არ დამალეს, ან არ გაანიავეს ის, რაც ჰქონდათ. ისინი თავდაპირველად ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭებსა და მის განზრახვებზე იფიქრეს, რომლითაც მათ ღვთის სიტყვების გააზრება შეეძლოთ. საბოლოოდ, თითოეულმა მათგანმა კიდევ 2 და 5 ტალანტი მოიპოვა. ეს არის არსებითი აზროვნება ჩვენი მთელი მოგზაურობის განმავლობაში, რწმენის ცხოვრებისა და სახარების გზაზე. სწორედ ამიტომ თქვა მოციქულმა პავლემ, შეიცანით, რა არის ღვთის ნება, გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. რატომ მოგვიხმო ღმერთმა ჭეშმარიტებისკენ ასე ადრე? რატომ მოგცა მან საშუალება, სხვებზე უფრო სწრაფად გაგვეგონა სახარება? პირველ რიგში ეს უნდა გავიაზროთ. ამ დროს შეგვიძლია განვასხვაოთ ბრძენი და უგუნური. ბრძენი ადამიანები არ ფლანგავენ მიღებულ ტალანტებს. პირიქით, ისინი ფიქრობენ, ეს არ უნდა დავკარგო. ამ ძვირფასი სიტყვებით, რომლებიც მომეცა, უნდა ვეცადო სხვა სულების გადარჩენას. ღვთის ამ ქვეყნად მოსვლის მიზანია სიცოცხლის პურით გვიხსნას ჩვენ, ვინც სიკვდილისთვის იყო განწირული. ამის გაგების შემდეგ უნდა დავფიქრდეთ, განა მისთვის უდიდესი სიხარული სხვა სულების ხსნა არ არის. ეს იმ შვილების მოვალეობა, რომლებიც უფლის ნებას არჩევენ. ასევე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მოიწონოს ღმერთმა ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ,